ძველი ქართული ტრადიციების კვლევა და სცენაზე გაცოცხლება არის თანამედროვე ქორეოგრაფიულ ენაზე. ეს ამ ანსამბლ ირაოს მთავარი მიზანია. ქორეოგრაფთა კავშირის ბაზაზე შექმნილ ანსამბლს დიდი გეგმები და ამბიციები აქვს. ახალი სიტყვის თქმა ქართულ ქორეოგრაფიაში რთული მისია. თუმცა ანსამბლის ხელმძღვანელები და მოცეკვავები მიზნის შესრულებაში დიდ შრომას დებენ და მუშაობამ უკვე შედეგი გამოიღო და მაყურებლის ყურადღება დაიმსახურა. ეროვნული იდენტობისა და ტრადიციების შენარჩუნება ყველა ქართველისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და სწორედ ამ მისიას ემსახურება ანსამბლი ირაოც. მოცეკვავეები 8 ივნის დიდი კონცერტისთვის ემზადებიან. ხოლო დეტალებს ლუკა ვადაჭყორიას სიუჟეტში შევეტყობთ. ანსამბლი ირაო ეს არის ხმა ახალგაზრდობის, რომელიც ექოდ მოდის საუკუნეებიდან. ეს არის ანსამბლი, რომელიც წარსულს არა მარტო ინახავს, არამედ სცენაზე ხელახლა აყალიბებს. ეს არ არის უბრალოდ ცეკვა, ეს დროის განზომილება, რომელშიც წარსული და მომავალი ერთდროულად ცოცხლობს. მე 20 წელზე მეტია უკვე ცეკვით ვარ დაკავებული. ფაქტიურად ჩემი ყოველდღიურობის ნაწილია და ცეკვის გარეშე გამორიცხულია დღემ ჩაიაროს ყოველდღიური ვარჯიში და დიდ ენერგიას მოითხოვს ცეკვის მუშაობა. ამ ანსამბლს შემოვერთდი პირველივე კონცერტის შემდგომ და მივდივართ წინ, ვიტყდებით. სულ უფრო და უფრო უკეთესი ცეკვები იწყობა, უფრო და უფრო გვიერთდება ხალხი, ვიმატებთ და მე ვფიქრობ, რომ დიდი მომავალი აქვს ამ ანსამბლს და გავაგრძელებ აქ მოღვაწეობას აუცილებლად. კონცერტისთვის გვაქვს ახლა მზადება, წინა კონცერტმა ფანტასტიკურად ჩაიარა. ველოდებით ისევ დიდი ემოციებით და ვართ მომზადებულები ყველანაირად ამისთვის არ ვიზრდავთ ენერგიას და დროს. მის უნიკალურობას ის ადამიანები ქმნიან, ვინც ანსამბლის უკან განან. ახალგაზრდა ქორეოგრაფები, რომლებიც იკვლევენ ძველ ქართულ ტრადიციებს და სცენაზე სიცოცხლეს ანიჭებენ მივიწყებულ კულტურულ ისტორიებს. ამ ძალისხმევის ცოცხალი მაგალითია ცეკვა ლამპრობა, რომელიც სვანური ტრადიციიდან მოდის. ქორეოგრაფიულ სივრცეში მან დიდი მოწონება და ინტერესი დაიმსახურა. ჩვენი როგორც ქორეოგრაფების მთავარი მიზანია, რომ ჩვენს მიერ დადგმული კომპოზიცია, რომელიც სცენაზე გადადის, მაქსიმალურად მარტივად გასაგები და აღსაქმელი იყოს ჩვენი მაყურებლისთვის. ტრადიციების და მისი უდიდებულესობა ქართული ცეკვის სულისკვეთებით გაერთიანებული ჩვენი მოცეკვავეები, როგორც დარბაზში, ისევე მის გარეთაც კარგი მეგობრები და ერთმანეთში მხარში მდგომი ადამიანები არიან. მუშაობის პროცესს რაც შეეხება ანსამბლთან ურთიერთობა ძალიან გვიმარტივდება ჩვენ ქორეოგრაფებს, გამომდინარე იქედან, რომ ნაწილი მოცეკვავეებისა უკვე პროფესიონალები არიან, ნაწილი ქორეოგრაფია და მათ არ სჭირდებათ იმ ყველაფრის გავლა, რაც გვიწევს პირობითად ბავშვებთან ან დამწყებ მოცეკვავეებთან. საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირის ინიციატივით ანსამბლთან ერთად ფუნქციონირებს ქორეოგრაფიული განათლების განვითარების ინსტიტუტიც, სადაც მომავალი ქორეოგრაფები თავიანთ ოსტატობას აყალიბებენ. ქართული ცეკვის ჯგუფი ირაო საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირთან არსებული სტუდენტური ანსამბლია. ქორეოგრაფთა კავშირში ფუნქციონირებს პედაგოგ-ქორეოგრაფთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და პროფესიული განვითარების ინსტიტუტი, რომელიც დაკომპლექტებულია მოქმედი ან უკვე მომავალი ქორეოგრაფებისაგან. სწორედ აქედან წამოვიდა იდეა, რომ შექმნილიყო სტუდენტური ანსამბლი ახალგაზრდა ქორეოგრაფებით დაკომპლექტებული. ქართული ცეკვა პირველ რიგში ირაოსთან ასოცირდება, ანუ თავისუფალ ფრენასთან. ზუსტად ამიტომ წამოვიდა ინსპირაცია ჩვენს ანსამბლს დარქმეოდა ანსამბლი ირაო. რთულია ქართულ ქორეოგრაფიაში ახალი სიტყვის თქმა ისე, რომ შეინარჩუნო იდენტობა, მაგრამ ირაომ ეს შეძლო. აუცილებელია ემსახუროთ ძველ ფორმას, ძველ ტრადიციას, რომელსაც ალტერნატივა არ გააჩნია და სხვა მიმართულებით არ უნდა წავიდეს. ამიტომ არის ეს ახალგაზრდა ქორეოგრაფები, უკვე მოქმედი ქორეოგრაფებიც არიან ჩვენთან სასწავლებელში და ანსამბლშიც, თუმცა ხაზი, რომელიც საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირის ფანდებია, ეს არის ტრადიციებზე დაყრდნობა, მისი შენარჩუნება, განვითარება, სწორი მიმართულებით.
მიუხედავად იმისა, რომ ირაო სულ რამდენიმე თვის წინ შეიქმნა, ანსამბლმა უკვე არაერთი ქორეოგრაფიული ნომერი დადგა. მაყურებლის შეფასება და მხარდაჭერა მათთვის ყველაზე დიდი мотиваციაა, რასაც 8 იunis დაგეგმილ კონცერტზეც აუცილებლად იგრძნობა.